თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე. პრემიერ-მინისტრი წერს, რომ გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო მკაფიო ზღვარი ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის. განცხადებაში ვკითხულობთ. პრეზიდენტი ტრამპი და მისი სამშვიდობო ძალისხმევა ერთმანეთის მიყოლებით დაგმეს ადამიანებმა, რომლებიც პასუხისმგებელი არიან იმაზე, რომ სისხლის მღველი ომი დაუშვეს და უკრაინა და ათასობით უკრაინელის სიცოცხლე ცივსისხლიანად გაწირეს. გლობალურმა ომის პარტიამ პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ მყისიერად დაამობილიზა ჩვენთვის კარგად ნაცნობი სპიკერები, ჯინ შაჰინით დაწყებული ბრიუსელის მრავალრიცხოვანი ჩინოვნიკებით დამთავრებული. მათ არ ჩამორჩნენ არც ქართული რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც სულ რაღაც ერთი თვის წინ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის უკანა ოთახში გადაღებული სელფებით იწონებდნენ თავს. გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ იომონ უკანასკნელ უკრაინელებამდე. აღმოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და დიპ სტეითი ომს ასე მარტივად არ შეელევიან. პრეზიდენტ ტრამპს გამძლეობას და მხნეობას უსურვებ ამ რთულ ბრძოლაში, წერს პრემიერ-მინისტრი.